დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა როგორი იქნება მეცხრე არხის მომავალი. პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე დღეს არხის გენერალური დირექტორი განმარტებებს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლამდე ტელევიზიის სავარაუდო მოდელთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გავლილი იყო და კახა ბექაური შესაბამის ინფორმაციას ფლობდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაერთიანება ან მეცხრე არხის ბაზაზე საზოგადოებრივი არხის გაკეთება. სწორედ ამ ორ მოდელზე ისაუბრა გუშინ ჟურნალისტებთან ივანიშვილმა. არგუმენტი ასეთია მას, როგორც პრემიერს მეუღლის საკუთრებაში არსებული ტელევიზია უხერხულობას უქმნის. და ახლა ლანა ბერიძეს ჩავთავთ, რომელიც პირდაპირ ეთერში მეცხრე არხის გენერალური დირექტორის განცხადებებს გაგვაცნობს. ლანა, გისმენთ. სახელმწიფოების თამთა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის განცხადებებმა, როგორც მეცხრე არხთან დაკავშირებით, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური, რომელიც გუშინ ვერ შეძლო განმარტებების გაკეთება, ვინაიდან ის იმყოფებოდა თელ დღის განმავლობაში შეხვედრაზე, დღეს ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს. ბატონ კახა, მოგესალმებით. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ გუშინდელ განცხადებებამდე გქონდათ კომუნიკაცია პრემიერთან. რა სავარაუდო მოდელებს განიხილავთ მეცხრე არხის მომავალთან დაკავშირებით და იქნებ განმარტოთ უფრო ზუსტად რას გულისხმობდა პრემიერი, როდესაც მეცხრე არხის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამას და ძალიან ბევრი გაუგებარი, ძალიან არაადეკვატურად იქნა აღქმული ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება გუშინდელი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემაზე სულ ჯერტი ძალიან ახალია ამ იდეებზე და ამ ვერსიებზე საუბარი, ანუ დაწყებულია სულ რაღაც ერთი კვირა. მე მინდა ვთქვა, რომ ამას ინტერპრეტაციაც მიეცა სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ თითქოს მეცხრე არხმა ეს არ იცოდა. მე მინდა განმარტება გავაკეთო ერთი, რომ პირადად მე ეს ვიცოდი და იცოდა ძირითადმა ნაწილმა მეცხრე არხის თანამშრომლების, ყველა პროდიუსერმა, ყველა სტრუქტურის ხელმძღვანელმა, მე პირადად ვარ მათთან ნასაუბრები ამის შესახებ, დიდმა ნაწილმა ასევე ჟურნალისტების, მაგრამ საზოგადოება მიცის, რომ 450 ადამიანი მუშაობს მეცხრე არხზე, მათ შორის 100 მუშაობს რეგიონებში. ბუნებრივია ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაც ბატონ ბიძინასთან ერთად ამ ვარიანტების ვარიანტების ეს იდეების და ფიქრის ზონაზეა ჯერ და გუშინას თქვა ბატონო ბიძინამ, რომ გადაწყვეტილება არაა ჯერ ამაზე მიღებული, რა მოდელით იქნება, შეიძლება საერთოდ სხვა მოდელი იყოს, ხო, ბუნებრივია. ამაზე საუბრები დაიწყო და მეც და მეცხრე არხის თანამშრომლებიც ამაზე ვიზეც მოგახსენეთ უკვე საუბრობდით, მაგრამ ბუნებრივია ყველასთან მე ინდივიდუალური საუბარი ვერ მოვასწარი, იქიდან გამომდინარე, რომ დროის სიმცირე იყო, შეიძლება ამიტომაც თქვა დიდი ნაწილი რომელთა თანამშრომლებმა რომელმაც არ იცოდა, თქვა ეს ეთერიდან გაიგო. ეს იყო მისთვის სიურპრიზი და ეს აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. თუმცა ეს ანუ პროცესია და ბუნებრივია დალაგებადია და განმარტებითი სამუშაოები იქნება და ამის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ რაც შეეხება ვერსიებს და ვთქვათ საზოგადოებაში მოყოლილ აღქმას იმ განცხადებისა, რაც ბატონმა ბიძინამ თქვა. პრინციპში ამ მოდელებზე ჩვენ საუბრობთ, ეს მხოლოდ ფიქრის სტადიაშია ჯერჯერობით, თუმცა ფაქტი ერთია, რომ თავად კითხვის შინაარსში მდგომარეობდა აზრიდო, თქვათ ჟურნალისტმა, რომელმაც კითხვა დაუსვა, რომ დღეს უკვე პრემიერის რანგში უხერხულობას გზნობ თუ არა, რომ ტელევიზიას ფლობდა, პასუხიც შესაბამისად მოისმინა საზოგადოებამ როგორი იყო. ნუ ვერსია ის, რომ თქვათ დღეს პრემიერის რანგში ტელევიზიას არ უნდა ფლობდეს თუ პრობლემაა თუ ასე შემდეგ, ეს ვერსია არსებობს და ბუნებრივია ამ ვერსიამ წარმოშვა ფიქრი იმაზე, რომ რა ვარიანტები შეიძლება იქნას განხილული მეცხრე არხის მოდერნიზაციის და ვთქვათ მოდიფიკაციის, ხო? და ვთქვათ სხვა ფორმით ჩამოყალიბების და ბუნებრივია აქედან გაჩნდა ეს ვარიანტები და ეხლა ვარიანტების ჯერჯერობით პატარა პერიოდია გასული, ბუნებრივია ვარიანტების სიმრავლე შეიძლება მეტი იყოს ვიდრე დღეს არის, მაგრამ ესეც სასრულია, ხო? ვთქვათ იგივე დღეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუ არ უნდა ფლობდეს, როცა უკიჟინებენ ადამიანს, რომ არ უნდა ფლობდეს როგორც პრემიერი ტელევიზიას, შესაბამისად არსებობს რამდენიმე ვერსია, ან უნდა დაიხუროს, რომელიც ასევე ვთქვათ არასწორი. დახურვასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, იგივე თანამშრომლებში, ვინც არ ფლობდა ამ ინფორმაციას, თუმცა ესეთი ნაწილი მეც ფლობ ინფორმაციას, რომ ცოტა იყო და უფრო ტექნიკური ნაწილი იყო, განიხილება თუ არა დახურის ვერსია, იმიტომ რომ თავად პრემიერმა გუშინაც აღნიშნა, რომ მან თავის დროზე, როდესაც ერთხელ დახურა მეცხრე არხი, დავშვა დიდი შეცდომა, რომ გავაკეთოთ ამაზეც განმარტება იგივე თანამშრომლებისთვის და საზოგადოებისთვის. კი, რა თქმა უნდა, არ განიხილება, მე უბრალოდ აი ამ სამოქალაქო საზოგადოების რეაქციაზე ვაკეთებ, ასე ვთქვათ, ხაზს უსვავ იმას, რომ არაადეკვატური რეაქციები ყველასგან არა, მაგრამ ზოგიერთი მათგანისგან არაადეკვატური რეაქციები მოყვა და ამიტომ მე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ როდესაც ვთქვათ რაღაც მოდელებს აკრიტიკებ, ხო, რომელიც უკვე გამოთქმულია და რომელიც სულ რაღაც ახლა ფიქრი დაწყებული მასზე და ბუნებრივია პლუს მინუსები შეიძლება ყველა ვერსიას ჰქონდეს.
და კარგია ეს რომ ვთქვათ იმ მინუსებს ვთქვათ რომელიმე ვარიანტის და ვერსიის აკრიტიკებ, მაგრამ ამავდროულად მე მინდა სხვა კუთხეც მოუნახოთ ამას და უკვე დავიწყო ფიქრი, იმიტომ რომ მე ერთი კვირაა უკვე ამაზე ვფიქრობ და ჩვენი ძირითადი თანამშრომლებიც ის ვინც სარედაქციო პოლიტიკას ხმის მათთან მე უკვე დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ, ხო ყველა პროდიუსერი კი ყველა ძირითადი ნაწილი ჟურნალისტების ვისთანაც მე მოვახერხე უკვე ამ თემაზე პირადად საუბარი, ამიტომ ყველანი საქმის კურსში იყვნენ, ვინც მეცხრე არხის ჩემთან ერთად ვინც ჩემთან ერთად არხის სარედაქციო პოლიტიკას ხმის, ამიტომ და დაუბრუნდა მინდა იმას რომ ხაზი გაუსვა იმას რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან როდესაც ეს რეაქცია კარგია კრიტიკა ნებისმიერი მოდელის, მაგრამ სხვა კუთხითაც შეხედონ ამას და როცა ამბობენ რომ არ უნდა ფლობდე ტელევიზიას, არ უნდა დაიხუროს და რა თქმა უნდა არ უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ ამას არც არავინ განიხილავს, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და არც არავინ არც სხვა ალბათ. ასევე მოდელი იყო რომელიც გუშინ თქვა რომ თქვათ შინაარსობრივად საზოგადოებრივი, ამასაც კრიტიკა მოყვა ორი საზოგადოებრივი როგორ შეიძლება. ასევე მოდელი იყო გამოთქმული ვარიანტი რომ თქვათ შერწყმა ინკორპორაცია საზოგადოებთან გაძლიერა, ამაზეც კრიტიკა იყო. ისევ გაგეწყოთ თუ შეიძლება შერწყმასთან დაკავშირებითაც მინდა გააკეთოთ განმარტება იგივე თანამშრომლებშიც მოყვა ამას გაუგებრობა და გარკვეული უკმაყოფილება, იმიტომ რომ თანამშრომლების დიდ ნაწილს არ აქვს სრული რომელიმე არხ შეერწყას. იყო გადმოცემის ამის პრობლემა, ან ვერ გაიგო საზოგადოებამ სწორედ რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი და თავად თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, რამდენად შესაძლებელია, რამდენად ჯდება სტანდარტში ის რომ მოხდეს შერწყმა რომელიმე არხთან და მით უმეტეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. გასაგებია ყველა ვერსიას, ყველა ვარიანტს, რომელიც თქვათ ბატონი ბიძინასგან იყო გუშინ გახმოვანებული და სხვა ვარიანტებიც, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ყველა შეიძლება კონდეს მინუსი და ყველა შეიძლება კონდეს პლუსი და ნებისმიერი ადამიანი სამოქალაქო საზოგადოებიდან იქნება, საზოგადოების წევრი იქნება, ეს თუ მეცხრე არხის თანამშრომელი იქნება, სხვადასხვანაირად შეიძლება აფასებდეს, ანუ იმ მინუსების სიმწვავეს, სიმძიმეს, მისაღებობას ან არ მისაღებობას, მაგრამ ამაში არ არის ჯერ საქმე, ჩვენ შემდგომში ვერ გავიხედავთ, იმიტომ რომ თავად ეს ვარიანტები გადაწყვეტილი არაფერი არ არის, ბეჭედი არავის არც ერთ ვარიანტზე არ დაუსვია. ამიტომ სანამ ჯერ ფიქრის სტადიაში ვართ იმაში, რომ რა არის ყველაზე საუკეთესო მოდელი, რომ როცა ადამიანს ეუბნებიან, რომ შენ არ უნდა ფლობდე, არ უნდა დაიხუროს, მეორე საზოგადოებრივი არ უნდა შექმნას, საზოგადოებებთან არ შეწყა. რა თქმა უნდა, თან მასაც უქმნის უხერხულობას, უპრიანი იქნება, როდესაც რაღაც უაზრო კრიტიკას რო არ დაემსგავსოს, ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც გულისხმობ და ჩვენ მსჯელობებშიც გულისხმობ, ხო? უნდა ვიფიქროთ სხვა ვარიანტებზე, უკეთესი თუ რამ არსებობს, ხო? და იქნება ამ უკეთეს ვარიანტებს და ამ კუთხით წავიდეთ მსჯელობა და კი ბატონო, ისიც ის ვარიანტებიც შეიძლება რომ პლუსებიც, მინუსებიც ვაკრიტიკოთ კიდევაც, მაგრამ ამავდროულად ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ რაღაცა სხვა მოდელი არ არსებობს, სხვა საუკეთესო მოდელი, ხო? რაღაც ამ ალტერნატივებიდან უნდა აირჩეს. თუ კი არის მოთხოვნა იმისა, რომ პრემიერი არ უნდა ფლობდეს და ისიც თავადაც გძნობს უხერხულობას და სამოქალაქო საზოგადოებაც ადასტურებს ამას, რომ ანუ უხერხულია ვთქვათ, როგორც პრემიერის სანქცი ტელევიზიის ფლობა. მაშინ რაღაცა ვერსია და ამავდროულად არ უნდა დაიხუროს, ხო? მაშინ უპრიანია რომ რაღაცა მოდელი, რაღაცა საუკეთესო ვარიანტი იქნას მოფიქრებული, როგორ გააგრძელოს მეცხრე არხმა ფუნქციონირება. ეს არის და ეს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დამთავრდა უკვე ცხლად დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ასევე მე შემოგთავაზებთ კახა ბექაურის ინტერვიუს, უკვე სხვა დეტალებზე. ამასთან ნახეთ რა სავარაუდო ვერსიებს თავაზობს არხის მომავალთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორი და მედია ექსპერტები ბიძინა ივანიშვილს. დაგველოდეთ მეცხრე არხზე 9 საათზე. გმადლობთ ლანა, მეცხრე არხის მომავალთან დაკავშირებით არხის ხელმძღვანელის პოზიცია და განმარტებები ლანა ბერიძემ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში.